გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს და მე ეკა ჩხეიძე კვლავ პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები იმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვს მეტ დროს, მეტ ეთერს, მეტ კრიტიკას და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ხმას ამ ხალხის ფულით დაფინანსებულ ეთერში. მძაფრი საპროტესტო აქციების შემდეგ საზოგადოებრივმა არხმა 1 საათი გამოუყო ამ ადამიანებს. ოღონდ ეს დროთა განმავლობაში შეამცირეს და ახლა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ხმა მხოლოდ 9 საათით ისმის მაუწყებელზე. ამასობაში შიდა სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილო თანამშრომლებს პროტესტის გამოხატვის გამო მაუწყებელი დაატოვებინეს. ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. მათ შორის ჟურნალისტი, რომელსაც ამ არხზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ნინო ზაუტაშვილია დღეს ჩემი სტუმარი. ნინო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბროთ დღეს. დიდი სიამოვნებით ეკა. ვილაპარაკოთ გულწრფელად შენთან სხვანაირად არც არსებობს რამდენადაც გიცნობ მრავალი წელია და შენობით ხო ალბათ? რა თქმა უნდა. სხვანაირად არც გამოვა. სანამ საუბარს დავიწყებ, ხო? მინდა მთის წყალი შემოგთავაზო, ეს არის მთის წყალი 0%-იანი ბრომატით. ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელია. ეხლა მითხარი როგორ ხარ? გადასარევად გამოიყურები, მინდა გითხრა, მიუხედავად ბევრი რამის. ბევრი წელია კითხვებს ვამ შენ. პასუხებს ისმენ. კი ბატონო. შენ ცხოვრებაში ახლა ის დროა, რომ შენ თავად უპასუხო შეკითხვებს და მე დაგისვევ ამ შეკითხვებს. დიდი სიამოვნებით ეკა. დიდი სიამოვნებით. 40 წელი ერთ არხზე. ბევრია თუ უკვე ის ეტაპია, როცა მშობლიურობის შეგრძნება არ გტოვებს. ძალიან შენია ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, ჩემია ძალიან ჩემია. ძალიან საწყენია რაც მოხდა. ოღონდ იცი რა არის რაღაცა გარკვეული საქციელი, რომლის მერე ჩვენ კარგავ აი ამ მშობლიურობის განცდას კონკრეტულ მომენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ჩემი არც ინტერესი, არც სიყვარული და არც განცდები არ დაიკლებს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს კი მუშაობდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მუშაობდი კიდე 40 წლის წინ და ამდენი ხანია იქ ვარ, ძალიან ბევრი მენეჯერი გამოვიცვალა. ძალიან ბევრი ადამიანი ტრიალებდა ჩემ ირგვლივ. შესაბამისად ეს განცდები არის ცვალებადი, მაგრამ მუდმივი. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს არის ტელევიზია, სადაც ყველა ადამიანს აქვს ვალდებულება და უფლება თავისი დრო მოიპოვოს და მიუტანოს თავისი სადგივარი ადამიანებს. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც როგორ გითხრა, გვაქვს ბევრი ტკივილი, ბევრი საჭიროება და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც უფრო მეც ვილაპარაკებთ ამაზე, მით მეტი შანსია რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს. ნინო, რამდენიმე დღის წინ ბორდის გადაწყვეტილებით მოგიწია წამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლით. აი რა შეგრძნებით დატოვე, სადაც ათეულობით წელი გაქვს გატარებული. არ დამიტოვებია. მე მინდა გითხრა რომ მე არ დამიტოვებია ეს. არც იცი რა არის, ჩემთვის ხა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, რატო ნახე ეკა. რამდენიმე თვეში ან დღეში დაანგრევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას, რომელიც არის ისტორიული ნიშნულობის ძეგლი. მე თუ მკითხავ, ამ შენობის დაანგრევა უკვე იმხელა დანაშაულია, რომ იქ ახლა ნინო ზაუტაშვილის წასვლა და ვიღაცის წასვლა, ეს ყველაფერი ამასთან ამის ფონზე არაფერი არ არის. ის უბრალოდ დანაშაულია. მე ასე ვთვლი, იმიტომ რომ იმ შენობაში შეიძლება გაკეთდეს უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო სივრცე. ის შენობა არ უნდა დაიკარგოს. თუ ვინმე საინტერესებს, იქ კომერციული დატვირთვითაც შეიძლება იმუშაოს იმ შენობამ, იმ სივრცემ, ის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან ადგილად აქციო. რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გაქვს.
შესაბამისად, ამ ყველაფერთან ახლა ჩემი წასვლა ცოტა უფერულდება, ეს პიროვნულად ჩემთვის შეიძლება საწყენია და პიროვნულად შეიძლება ვიღაცებს დააკლდეს ნინო ზაუტაშვილის გადაცემა, იმიტომ რომ ჰქონდათ საშუალება მისულიყვნენ იქ და გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები. ეს იქნება საწყენი, თორემ დანარჩენი სიმართლე რო გითხრა, ჩემთვის იქნება ძალიან დიდი ტრაგედია, როცა ის შენობა დაინგრევა. და არც მინდა რაღაცნაირად ამ ყველაფერს შევესწრო, იცი, რაღაცნაირად თუ ვფიქრობ, რომ ნეტა ისე გააკეთონ ეს ყველაფერი, ან თუ საერთოდ არ გააკეთებენ, ეს იქნება გენიალური და ჩემ ცხოვრებაში არ გავიხედავ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან და ოღონდ ამ შეინარჩუნონ ეს შენობა. ჩვენ უკვე ახსოვდეს, რომ ჩვენ წავალთ, მოვალთ, მენეჯერები წავლენ, მოვლენ. ბორდი შეიცვლება აუცილებლად მით უმეტეს ეს ბორდი, რომელმაც აი აბსოლუტურად ყველა ზღვარს გადააბიჯა. აბსოლუტურად ყველა ზღვარს გადააბიჯა. მე რამდენ სამეურვეო საბჭოს მოსწრები ვარ. აი ასეთი დაბალი დონის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ყოლია. რას გულისხმობ? კვალიფიკაციას ამ ადამიანების, კვალიფიკაციას, ცოდნას და სიყვარულს იმის მიმართ, რასაც ემსახურებიან. ამ ადამიანებს ეს არ გააჩნიათ. ამ ადამიანებს არანაირი შეგრძნება, რომ ისინი საზოგადო საქმეს აკეთებენ, ეს მათ არ გააჩნიათ. მათთვის არის ეს ჩემია, ეს თანამშრომელი ჩემია, ის თანამშრომელი ჩემი არ არის. შესაბამისად, აი იქცევიან ასე. და როცა შენ მქონდა მოლოდინი, გათავისუფლების მოლოდინის გულისხმობ. გათავისუფლების კი, მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ბორდში არის 3 წევრი, რომელიც აბსოლუტურად იზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების მოსაზრებებს. ესენი არიან ადამიანები, ვისაც არაჩვეულებრივად ესმით სად არიან, რას ემსახურებიან. ეს არის ლიკა ბასილაია, იქ არის ზაზა აბაშიძე, იქ არის ჩვენი ლაშა ტუღუში, რომელიც ძალიან დიდი ხანია ამ საქმეს ემსახურებიან და მათ იციან ფასი ჟურნალისტიკის, ხარისხიანი ჟურნალისტიკის და მნიშვნელოვანი ჟურნალისტიკის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა და შესაბამისად აი რაღაცნაირად გამოვყოფთი ამ სამ ადამიანს სრული სურათიდან, იმიტომ რომ დანარჩენი ხალხი ეს საოცრება. იმიტომ რომ აი როდესაც ჩანაწერი გავიდა ბორდის ხდომის, მე მგონი სრულიად საზოგადოება იყო აღშფოთებული იმისგან, რასაც ისმენდა. მაგალითად სამშობლოს ღალატი, მაგალითად პროკურატურა უნდა შემოვიდეს, გამოიძიოს. რეპუტაციულ ზიანზე როცა მელაპარაკებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის, მე მათაც უთხარი, მენეჯმენტსაც პირდაპირ უთხარი, რომ იმაზე უფრო დიდი რეპუტაციული ზიანი, რასაც აყენებს ბორდი, დღევანდელი ბორდი საზმაოს, მსგავსი უბრალოდ გამორიცხულია, რომ სხვა ვინმე მიაყენოს. ნებისმიერმა შიგნით მომუშავე ადამიანი. და ამ ყველაფრის ფონზე ქონდა შენ გათავისუფლების მოლოდინი? კი. კი მე ზუსტად ვიცოდი. მე ზუსტად ვიცოდი, როგორც კი ივნისში მითხრეს, რომ ეხა ფეხბურთები იწყება, ჩემპიონატი, მერე ოლიმპიადა იწყება, მერე მკლავჭიდი, კალათბურთი, რატომ იყო აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი პირველ არხზე მოეყარა ამ ყველაფერს თავი, როდესაც საზმაოს თავისუფლად შეუძლია 9 არხიც კი ქონდეს, სხვადასხვა მიმართულების, სპორტული, კულტურის, განათლების, ნიუსების, ნებისმიერ მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს რამდენიმე არხი და რამდენიმე მიმართულება ემსახურება ეს არხი. როცა გინდა ამის გაკეთება და როცა გინდა რომ იმის მიხედვით ჩაანაცვლო გადაცემები, რაც შენთვის არის პრიორიტეტი და რეალური სივრცე ამ ადამიანებისთვის პრიორიტეტი ნამდვილად არ იყო. ეს გამოჩნდა, მათ აგვიტანეს 12 წელი, მაგრამ აი ზუსტად ბოლო არჩევნების წინ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია უკვე. არ უნდათ უბრალოდ. არ უნდათ მათ კი არა. არ უნდა ხო, გასაგებია. ზოგადად არავის. მე გულისხმობ ამ შემთხვევაში მთავრობასაც, მათ შორის. ხელისუფლებას. თავის თავცხადია. არ აწყობს. არ აწყობს, რა თქმა უნდა. ეს ადამიანები საერთოდ სათვალოში არ არიან. ამათი პრობლემები საერთოდ არაფერში არ განიხილება და როდესაც იყო სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლოთ მოსვლა და ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ეს სივრცეც დაიხურა. ეს სივრცეც დაიხურა. მათეულობით წლები იმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ბუნებრივია, ეგ ახლობელი ადამიანები გეყოლება, ხო? ძალიან ბევრი. მეგობრები. გამონაკლისები იყვნენ, ვინც გაბედა და სოლიდარობა ხმამაღლა გამოხატა. ალბათ ოდეს მე ამაზე წიგნსაც დავწერთ. ნუ რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, იყო ეს სოლიდარობის მომენტები, იყო ჩემთან პირადად მესენჯერში მოწერილი წერილები, იყვნენ ადამიანები. მესენჯერში ანუ ფარულად, ხო? ფარულად. ეკა, მე უკვე იცი როგორ ვფიქრობ, რომ ამასაც რომ აკეთებს დღეს ადამიანი,
ესეც დიდი გმირობა უკვე სამწუხაროდ. სამწუხაროდ ესეც დიდი გმირობაა, იმიტომ რომ აი ეს მოცემულობა რომ შენ თუ ნინო ზაუტაშვილისთვის რამეს დაწერ, შენ შეიძლება სამსახური მიგაყოლოთ. ნუ ხო ეს ადამიანებისთვის ძალიან რთული ტვირთია. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში არ გწყინს, აი ამ ვერ გაბედვას. კი, მწყინს რა თქმა უნდა. ხარდაჭერის. თუმცა ერთიორად მიხარია, როდესაც ამას გამოხატავენ ადამიანები და ეს სიხარული იმ წყენას ფარავს. ფარავს, ნამდვილად ფარავს. იმიტომ რომ ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი მეუბნება, რომ ნუ გეშინია, აქავართ, ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ეგ ტიპი, რომ ყოველთვის მინდა რომ რაღაცნაირად უფრო პოზიტიურად ვიფიქრო და ადამიანები შევაგულიანო, ვიდრე თქვა ჩავარდე რაღაც პესიმიზმი. არა, ეს გამორიცხულია ჩემს შემთხვევაში არ შემიძლია. იყო შედარებით თავისუფალი პერიოდები საზოგადოებრივ მაუწყებელზე. როგორ არ იყო? აი, როდიდან დაიწყო ეს, ასე ვთქვათ, შევიწროება? პირველი ცენზურის ამბავი დეტალი იყო, როდესაც მოვიდა ვასილ მაყლაფერიძე და გაიმარჯვა და გახდა დირექტორი 2017 წელი. სხვაშორის იქ მეც მონაწილეობდი კონკურსში, მაგრამ გაიმარჯვა ვასილ მაყლაფერიძე. მე აბსოლუტურად გარკვეულად ვთქვი, რომ მე მზად ვარ გავაგრძელო გადაცემა, კი ბატონო, აირჩიეს ეს ადამიანი იყოს დირექტორი. მოხდა ისე, რომ ჯერ გვითხრა, რომ უნდა გავაძლიერო ეს გადაცემაო და მე უცებ მოწმენდილს ასე თქვა, რომ ეს გადაცემა უნდა გავაჩერო. ამას რა თქმა უნდა მოყვა მე ძალიან დიდი პროტესტები საზოგადოების მხრიდან მოვიდნენ ადამიანები, ჩვენც არ დავდექით, ძალიან ისე მაგრად დავდექით და ვთქვით, რომ არა, ჩვენ ამ გადაცემას არ დავხურავთ და დიდი ჭიდაობის შემდეგ მაინც გადაცემა დარჩა ბადეში. ვერასოდეს ვერ ვიტყვი, რომ ვინმე ჩარეულა ამ გადაცემის ან დაგეგმვაში. ან რამე შენიშვნა, არა, ხა შენიშვნა შეიძლება ითქვა, რომ ცოტა რბილად უფრო აი აბსოლუტურად ამ დონეზე და მეტი არანაირი ჩარევა არ ყოფილა. მე არ შემიძლია ვთქვა ახლა ესეთი ტყუილი, რასაც უბრალოდ ვერ ვაპატიებ ჩემ თავს. თუმცა ჩემთვის სიგნალი იყო აი ზუსტად ივნისის თვე. ივნისის თვე ჩემთვის იყო სიგნალი, რომ ამ გადაცემას უკვე აღარ ეწერა ეთერში დაბრუნება, როგორც კი მითხრეს, რომ უნდა მოკლედ ახლა დაისვენოთ ამ სპორტული ღონისძიებების გამო, თან ეს ხდება არჩევნების წინა პერიოდში. და არჩევნების წინა პერიოდში რა უფრო პრიორიტეტულია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის? გნებავთ მსოფლიო ჩემპიონატი, გნებავთ და ოლიმპიადა, რა ვიცი, ყველაფერი რაც გინდა, ოღონდ 26 ოქტომბერს არის არჩევნები. და იმისთვის რომ ადამიანებმა გააკეთონ გააზრებული არჩევანი, სულ მცირე მათ 1 საათნახევრიანი კვირაში ერთი გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გააჩერო. იმიტომ რომ როცა შენ მეუნები რომ მე სხვა ეთერებით ამას დავფარავ, ვერ ფარავ, იმიტომ რომ შენ იქ ხალხი არ მოყავს, იქ ადამიანები არ ლაპარაკობენ, იქ ისევ ის ადამიანები ლაპარაკობენ, ვინც უკვე ყელში ყავს ამ ხალხს. და ადამიანებს უნდათ საკუთარი აზრების გამოთქმა და მოსმენა ისეთი ადამიანების, ვისგანაც გაიგებენ რაღაცა მნიშვნელოვანს და ახალს. ზუსტად ეგ არ უნდათ ალბათ და თავისთავად ცხადია. ეს იყო შესავალი იმისთვის, რომ ზუსტად, იმიტომ რომ როგორც კი გითხესო, ნუ მე უკვე რადგან უნდა დაბრუნებულიყავით ეთერში, იმიტომ რომ ესეც სხვა შეიძლება. ხო თქვენს რომ აი რადიოში ხო იმაუწყებლეთ. კი ბატონო, გადავედით რადიოში. და როგორ განვითარდა მოვლენები? ნუ რადიოში როგორც კი გადაგვიყვანეს, მე იმცდასვე უთხარი რომ იცი რა 21 საუკუნეა და იქნება კამერები დავდგათ და სტრიმი გავაკეთოთ და YouTube-ზე მაინც გავიდეთ, იმიტომ რომ მე თუ გელათი უნდა ვაჩვენო, თავისთავად ცხადია. მე თუ უნდა ვაჩვენო გელათი, რომელიც პრობლემაშია ახლა. მე თუ უნდა ვაჩვენო ადამიანები, მაგალითად ჭიათურაში რაც ხდება. ეს არის ვიზუალური მასალა და ჯერ ესეთი ხელშეკრულება მე მაქვს სატელევიზიო პროდუქტზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი შენ მე უნდა მომცე, იმიტომ რომ ჩვენს ხელშეკრულებაში, ჩემსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელშეკრულებაში გარკვევი წერია, რომ მე უნდა გავაკეთო და გავამზადო პროდუქტი და ჩაგაბარო, მაგრამ შენ ამისთვის პირობები უნდა შემიქმნა და შენ მე პირობებს ვერ მიქმნი, ესე გამოდის, ხო? და დღეს მე მეუბნებიან, რომ მე რეპუტაციულ ზიანს ვაყენებ ტელევიზიას, ამასობაში როცა მე მომაყენეს რეპუტაციული ზიანი და არ შემიქმნეს ის პირობები, რომელ პირობებშიც მე უნდა მემუშავა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. რას გიკონკრეტე რეპუტაციულ ზიანში რას გულისხმობენ? ნუ იმიტომ რომ შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები, ეს არის გუნდი, რომელიც
როგორც კი 28 ნოემბერს გამოცხადდა. ეს ხო შენი ორგანიზებით არ შექმნილა და. ხო, მაგრამ მეც ვიყავი ამ გუნდთან ერთად, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ იქ იყვნენ ახალგაზრდები და არიან ახალგაზრდები და მე ყოველთვის ვიქნები მათთან ერთად. მე ვიქნები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე როგორც ერთი მოქალაქე დავიცავ ამას. მე თან ვარ პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც არ არის იურისდიქციაში დაქვემდებარებული საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მათ ვალდებულება აქვთ მე. ანუ ეხლაც ხარ? ეხლაც ვარ, დიახ. მე ვალდებულება აქვთ რომ ოთახიც გამომიღონ, მომიწყონის ოთახი მშვენივრად და ვიჯდე და ვიმუშაო და დავიცვა მათი უფლებები. მე შემიძლია გავაკეთო გარედანაც, არანაირი პრობლემა ამისი არ მაქვს და ვერავინ ამას ვერ დამიშლის. მე შემიძლია დავესწრო ასევე ბორდის ხდომებს და გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები, დავიცვა ადამიანები, დავსვა შეკითხვები, რასაც მე ვთვლი ჩემს მოვალეობად. მე არ მჭირდება რაღაცა ტიპის რეგალია აუცილებლად, რომ ვითვლებოდე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლად. პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს ვინ ირჩევს? თანამშრომლები რა თქმა უნდა. და მე ვარ არჩეული უკვე თანამშრომლების მიერ. ვადიანია? ეს უნდა შედგეს თავიდან უნდა შეიკრიბონ, თუ რაიმე პრეტენზიები აქვს ჩემთან, უნდა შეიკრიბონ ადამიანები, უნდა თქვან რომ ჩვენ აღარ გვინდა ნინო ზაუტაშვილი იყოს პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მე ამას გადავაბარებ სხვას. მაგის მოლოდინი გაქვს? ყველაფრის მოლოდინი მაქვს აბსოლუტურად ეკა, მაგრამ მე გადაგირჩევენ უბრალოდ. ნუ კი ბატონო, გადავირჩევენ, მაგრამ ნახე როგორი რაღაცა, როცა პირველი ტალღა გაშვებულების 22 ადამიანი წავიდა სასამართლოში და ეს იყო თავიდან ბოლომდე ჩვენი და ჩვენი პროფკავშირის იურისტის გიორგი ასაშვილის დამსახურებით, ეს ხალხი მობრუნდა უკან. ზოგი აღარ დაბრუნდა და აიღო კომპენსაცია, ზოგი დაბრუნდა, აღდგა სამსახურში. მოიგეს, რა თქმა უნდა და იცი რა არის პროფესიული პროფკავშირთან იცი როგორი დამოკიდებულება გვაქვს სამწუხაროდ, აი გონია რომ ეს არის აუცილებლად ის ორგანიზაცია, რომელმაც თქვა შენ რაღაც ბენეფიტები უნდა მოგცეს, გაგიშვა სადღაც დასასვენებლად, აი ეს არის პოსტსაბჭოთა რაღაცნაირი მენტალიტეტი ხო და ეს ახლა მე უნდა წყალტუბოში დამასვენოს, ნუ ეს რა თქმა უნდა, ეს ასე დღეს არ არის, დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დგას დღის წესრიგში, ეს არის შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმი. კი. პირველ რიგში შრომითი უფლებების დაცვა. ნინო, აი ამ საპროტესტო დღეებში ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვა შედეგს არ გულისხმობ ურთიერთობებში. ადამიანებმა. რაც არ დაგავიწყდება. ადამიანებმა, ჩემზე ახალგაზრდებმა, ძალიან კარგმა ადამიანებმა გამოავლინეს სრულიად ფანტასტიკური და ესეთი მედეგი ხასიათი. მათ იციან რა სიტყვენ, ისინი არაფრით უკან არ დაიხევენ ამასთან დაკავშირებით და გააგრძელებენ შრომასაც და გააგრძელებენ ბრძოლასაც, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მარტო შრომა არ არსებობს. შრომასთან ერთად უნდა იბრძოლო. უბრალოდ არ არსებობს. ხა დღეს მქონდა უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრა და აი როცა მკითხეს, რომ აი რას აპირებთ შრომას და ბრძოლას და ბრძოლას მე გითხები, კი, ბრძოლას არსებობისთვის, ბრძოლას იმ უფლებების მოსაპოვებლად, რაც უნდა კონდეს და გვექნება აუცილებლად, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავს ქვეყანად თვლის, პირველ რიგში აი ამით უნდა გამოირჩევდეს, აი მცოდნით საკუთარი უფლებების. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის დაგჩაგრავენ. და მე ვერ წარმოვიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო ეს ქვეყანაში, სადაც დამჩაგრავენ და მეც ამას მოუდუნდები და ვიტყვი, რომ ხო, ნუ რა მოხდა მე ახლა ვიმუშავე 40 წელი და წავედი ახლა სახლში. არა. შენს ხასიათში არ ზის. არ ზის ეს ჩემ ხასიათში და რას ეტყვი იმ კოლეგებს, რომლებიც დუმარებაში არიან ახლა? დუმარებაში ყოფნა არ არის კარგი. როცა მათი დრო მოვა და ეს აუცილებლად მოვა. იმიტომ რომ ჯერ მიწვდებიან იმათ, ვინც ხმაურობს, მერე მიწვდებიან იმათ, ვინც დუმარებაშია, მაგრამ ისინი ვინც ხმაურობთ, აუცილებლად დაგიცავთ თქვენ, ვინც ხართ მდუმარეთ. იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია, მოკლედ აი ესეა ეს ამბავი. აუცილებლად დავიცავთ მაინც იმ ადამიანებს, იმიტომ რომ მე მესმის იცი რომ ყველა ადამიანს არ აქვს ერთნაირი ხასიათი, ყველა ადამიანი არ არის მამას გაზრდილი, რომელიც რაღაცებს გასწავლის და ის თვითონ გაძლევს მაგალითებს და შენც მოგწონს ეს ყველაფერი და რაღაცნაირად მიყვები აი ამ სტანდარტს. მებრძოლი ხასიათის გარდა ალბათ შიშიც არის, გამბედაობა, ყველას. ყველაფერია. გამბედავი ადამიანი რა არის? არ შეიძლება შეშინდეს რაღაცაზე. როგორ არ შეიძლება? იცი რამდენ რაღაცაზე მიფიქრია და რამდენ რაღაცაზე შემშინებია, რომ აუ ეს რაღაცა მე სხვა არ ვაზიანებ ვინმეს, ეს რაღაცა მე ჩემ გამო რამე ხო არ შეიძლება ვინმე სხვა ეს შიში არ არის? რა თქმა უნდა არის შიში. წინდახედულება თავისთავად ცხადი, წინდახედულებაც ფიქრით სხვა ადამიანზე, მით უმეტეს ძვირფას ადამიანებზე. თავისთავად ცხადია, ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია.
მაგრამ რა ვიცი, არის რაღაც სხვანაირად ასეთი. შენთვის სასურველი საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორია? ეკა მაგაზე ერთი გადაცემა ცალკე გვაქვს ჩასაწერი. ჩემთვის სასურველი რამდენიმე წინადადებაში გეტყვი რომ ეს არის სრულიად გახსნილი პლატფორმა. ეს არის გახსნილი პლატფორმა ადამიანებისთვის, რომლებიც მოდიან და ყვებიან თავიანთ ამბებს და იქვე თუ შეძელი რომ ეს პრობლემები გადაუწყვიტე, იქვე დააკავშირე ადამიანთან, რომელიც არის უშუალოდ ამ პრობლემასთან კავშირში. აი ვოცნებობდით რეალური სივრცის გუნდი და ჩვენ მქონდა ყოველდღიური რეალური სივრცე, სადაც ადამიანები რეგიონებიდან გვირეკავდნენ, იქვე ვრეკავდით თვითმმართველობებში და მეორე დღეს უკვე თავიდან ბრუნდებოდით თემაზე, მოგვარდა თუ არა ის საკითხი, რასაც ეს ადამიანები ითხოვდნენ. და მე ძალიან ბევრი შედეგი საკუთარი თვალით მინახავს. მე ვიცი, რასაც ვლაპარაკობ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო და აი ჩემი უსაყვარლესი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თქმა უნდა, იქნება არაჩვეულებრივი მუსიკალური პროექტებით, არაჩვეულებრივი კულინარიულით თუ გნებავთ, ესეც ჩვენი კულტურის ნაწილია. კი ბატონო, ძალიან ბევრი ეკონომიკური, იურიდიული, საგანმანათლებლო, რა ვიცი, ძალიან ოღონდ მიწოდებული ძალიან თანამედროვეთ. იმიტომ რომ მოვიდა უკვე ის თაობა, რომელიც ჩვენ გვჯობნის რაღაცეებში. სისწრაფეში თუნდაც შეუნდა დაეწიო ცოტა გაუსწრო კიდევაც თუ შეძლებ, ამიტომ ეს გამოცდილებები ავიღე, როდესაც ახალგაზრდებთან ვაკეთებდი გადაცემას, იმიტომ რომ ეს სხვა თაობაა, საერთოდ სხვა თაობაა და ძალიან სწრაფი, ძალიან სმარტი, ძალიან ჭკვიანი, ჩვენზე გაცილებით და მე და ქეთი კაპანაძე ჩემი უსაყვარლესი პროდიუსერი რაღაცნაირად აი ამ ბავშვების ფეხისყრას ავყევით და მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. იმადგან კი. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და მე მადლიერი ვარ. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ ახალგაზრდების, გარდიანების, ცველების, საზოგადოებრივი მაუწყებლის. ერთადერთი რა იყო ჩვენი თხოვნა, რომ გავხსნათ ეთერი ხალხისთვის. გავხსნათ ეთერი ხალხისთვის. არ გინდათ ნინო ზაუტაშვილი წამყვანი. კი ბატონო, არ არის პრობლემა. მე არ მაქვს საერთოდ ამის პრობლემა. ოღონდ ის ხალხი იყოს ეთერში, ვისთვისაც არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის ადამიანი არის შენი გადამხდელი. ის იხდის ფულს იცირაში, რომ ის გაიგონოს, რაც ჭირდება და ის თქვას, რაც აწუხებს. ამას შენ თუ გადაჭრი, მაშინ აღარ ახარ საზოგადოებრივი. ვინ შეგატყობინა პროექტის დახურვის შესახებ? ჯერ მოხდა ისე, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ დავალება გასცა, რისი უფლებაც არ აქვს, ეს უკანონოა, ამიტომ სასამართლოში ამაზე იქნება საუბარი. დავალება გასცა, რომ დაიწყეთ მოკვლევა, რისი მოკვლევა იწყებოდა, კაცმა არ იცის, ეს მოკვლევა იყო არ მწვენი ამისი თქმის სამარცხვინო. სრულიად არაკვალიფიციური ადამიანები ატარებდნენ ამ მოკვლევებს. უფლება არ ჰქონდა ბორდის თავმჯდომარეს, რომ თქვათ, გაეცა ამ ტიპის ბრძანება. თუმცა ეს კაცი მიჩვეულია ამას და ვასილ მაღლაფერიძის ნებაზე ფაქტიურად ტრიალებს თელი ტელევიზია. მაცნობა თინა ბერძენიშვილმა, დირექტორმა, გენერალურმა 5 საათზე დამირეკეს, რომ 7-ს რომ 15 დააკლდება, უნდა იყო დირექტორთან. არანაირი პრობლემა. ამასობაში მირეკავს ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი, რომ ნინო, ხوار დაურეკავთ შენთან? კი, მეთხერე ამ წუთას დამირეკეს, 7-ს 15 დააკლდება, მოდი. კი ბატონო, ხო მე 7-ის ნახევარზე დამიბარეს. იქ ჩემს უკვე გასაგები იყო ყველაფერი. პატარ-პატარა შუალედები. რა თქმა უნდა, ხა 15 წუთში რა უნდა უთხრა ადამიანს გარდა იმისა, რომ კარგად ზანდებოდეთ, ხელი ჩამოართვა და გაუშვა. დამშვიდობების ფორმა, ეკა, არსებობს მილიონაირი. და დამშვიდობების ფორმა განსაზღვრავს შემდეგი ურთიერთობის შანსს. მე კი ვარ სრულიად ლოიალური ადამიანი და ნებისმიერი სიტუაცია შემიძლია გავალაითო. მივედი გამარჯობა გაგიმარჯოს და პირველივე წინადადება რომ ჩვენ მოკლედ მოკვლევა რო ჩავატარეთ და ყველაფერი გავიარეთ, მოკლედ ჩვენ ესე გადავწყვეტეთ რომ არანაირი რესურსი ჩვენი მომავალი ურთიერთობის აღარ არსებობს. არც მადლობა ამდენი წლის მუშაობისთვის. არც ის რომ ვთქვათ წუხვარ, მაგრამ წუხვარ, არა, ერთი კი ითქვა რომ ალბათ ეს შენთვის მძიმეა მოსასმენად და ჩემთვისაც მძიმეა სათქმელად. ალბათ შეიძლება. თუმცა, ნუ იქ იყო კიდე რაღაცა ბრალდების ინტონაცია, რომ აი თქვენ დაიწყეთ, რადგან ეს შევქმენით გარდიანსი და ვითხოვდით ეთერებს ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც, ანუ ადამიანებისთვის და მოკლედ თქვენ დაიწყეთ ეს კონფლიქტური სიტუაცია, რაზეც მე უპასუხე, რომ ჩვენ არა, თქვენ დაიწყეთ.
შენ გეხსოვნება აუცილებლად როცა პიკასოს კითხეს გერნიკაზე. ეს თქვენკენითო და არა, ეს თქვენკენითო ფაშისტებს რომ გერმანებს რომ მიუტრიალ და ზუსტად ეგ არის. ის კი არა რომ ჩვენ დავიწყეთ ეს დაიწყეთ თქვენ. როდესაც მოგვატყუეთ და სადაც ტყუილი იბადება, იქვე კვდება სიმართლე და სამწუხაროდ დამთავრებულია მე შანსები, რომ მე რაღაც თავიდან დაიწყოს. თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს რა რაღაც დასაწყისი, დასასრული, მე ამას ასე განვიხილავ ახლა ამ წუთას. და კიდე ერთი რაღაცა რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, ეს არის აი პიკი ამ ყველაფრის. როგორც წესი, ადამიანი, რომელიც გემშვიდობება, კარგი მენეჯერი, რომელიც გემშვიდობება, ამას ყველაფერს აკეთებს ძალიან სხვანაირად რა. და ეს დამშვიდობება იყო ტრადიციული საზმაოსთვის სხვათა შორის, როგორი საწყენიც არ უნდა იყოს ეს. დედაჩემის შემთხვევაშიც მოხდა იგივე. დედა მუშაობდა რადიოს დიქტორი იყო ერთ-ერთი პირველი, მერი მიქელაძე, შემშვენივრად იცნობდი დედას და ზუსტად ესე, არც გააფრთხილეს რომ აღარ მუშაობდა, არც ხელი მოუწერია არაფერზე, მივიდა სამსახურში ერთვენიერ დღეს და მირეკავენ უცებ რომ ნინო ცუდად გახდა დედა და ფაქტის წინაშე დააყენეს ისე რომ უარესი მოხდა. დაადო საშვი. და საშვა არ იმუშავა. არ გახსნა. კი. გაუთიშეს საშვი? საშვი პირდაპირ, ოღონდ გაფრთხილებულიც არ იყო არაფერზე და მოტრიალდა აი შეშფოთებული და შეურაცხყოფილი და დაარტყა თავი შუშას. იქ ხო სქელი შუშებია საზმაოზე. და ნუ იმ წუთასვე გაეჭრა ეს სისხლი რაღაცა მივარდი გიჟივით. აი ამ სურათს ნამდვილად არ ველოდი. ნუ წამოვიყვანე დედა დავამშვიდე რა თქმა უნდა, ნუ რა სისულელე იყო, მე ვთქვა არაფერზე არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მან და არ იქნები, ჩვენ აქ ავართ რაღაცა აქ. და აი მას მერე დედას დაეწყო ეს დემენცია ძალიან მძიმე ფორმის. აი ამაზე ვილაპარაკეთ, დავემშვიდობე, წყნარად შვიდად 5 წუთში დამთავრდა ჩვენი ლაპარაკი. წამოვედი და სანამ პოლიტკოვსკაიის ქუჩიდან აი მე მივედი კოსტავას საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობამდე ტელეფონი დამიჯდა. შევარდი ამ მემაში, მივაწოდე დაცვის უფროსო, გეხოცები მეთქი და ტელეფონი იმას მექნა თქო, დამიჯდა და დამიტენე რა. ერთი წამი შევარდები რა ცოტა მოვწესრიგდები, საგრილი ვეღარ საშვი გათიშული იყო. უკვე. ანუ 9 საათში. ამისი საბოლოო ამბავი იყო, რომ განთავისუფლების შემთხვევაში არსებობს რაღაც კომპენსაციის კულტურა. ამას კულტურა ქვია, რა თქმა უნდა, სხვა არაფერი. 11 დღის თანხა ჩაგვირიცხეს მეც და ვასილ ივანოვ-ჩიკოვანსაც. 11 დღის მე ვიფიქრე დიდხანს ეს მეთქვა თუ არა. რომ არავინ იფიქროს რომ რაღაცა ტიპი თანხებს გამოვეკიდეთ და რა მაგაზე არ არის საერთოდ ლაპარაკი. მე ახლა მოვყევი ადამიანების კულტურა სხვა ადამიანებთან ურთიერთობის. ვერაფერი ამას ვერ გაამართლებს, რაც არ უნდა ილაპარაკონ. შენ ხარ დამქირავებელი, შენ ხარ თავარი პერსონა იქ იმ წუთას და იღებ ამ გადაწყვეტილებას. მე ერთი წამია ჯერ მეპარება რომ თინა ბერძენიშვილის გადაწყვეტილება შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო იმ წუთას ჩემი გაშვება. იმიტომ ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ მე მაინც გონია რომ ეს იყო საიდანღაც მოსული განკარგულება რომ გაუშვით ესენი. ეს იყო სპეციალურად გაკეთებული იმისთვის რომ მოვეშორებინეთ ჩვენ რადგან ჩვენ ორის მოშორებას გარკვეული რყევები მოყვებოდა იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან ამდენი ხანი. და თავისთავად ცხადია ეს ცოტა ხო ხვდები დაძაბავს შიშდანერგავს. თავისთავად ცხადია, რომ აი ხო თუ ნინო ზაუტაშვილს და ვასილ ივანოვ-ჩიკოვას უშვებენ. ამას აუ ჩვეულებრივი საბჭოთა ბოლშევიკური გადაწყვეტილებაა მიღებული. ოღონდ ეს რა თქმა უნდა მე არც მინდა დავიჯერო რომ ახალგაზრდა ადამიანის ახალგაზრდა მენეჯერის თავში შეიძლება მოვიდეს. ეს სადღაც უფრო დანაოჭებულ ტვინში მოვიდა ეს ამბავი, რომ ყველას რომ შიშიზარი დასცეს ამ ამბავმა. არაფერი, შიშიზარი არავის არ დაეცემა, იმიტომ რომ ადამიანი დაბადებულია თავისუფალ ადამიანად, ეს მოცემულობა, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც რაღაცას გამოიმუშავებ, ეს ან გაქვს ან არ გაქვს. თუ არ გაქვს, შენ ხარ უბრალოდ ჩემსრულებელი და შენ ვერასოდეს ვერ იქნები. გაქვს ან არ გაქვს მაგაში ეს. აუცილებლად. ნინო, რეალურ სივრცემდე დაიხურა რამოდენიმე პროექტი, მათ შორის გორგილაძის და დათო გორგილაძის, იმედადარსალია, რა ვიცი, აი ძალიან ბევრი კარგი ახალ დღის ეთერები. დღის ეთერები
თითქმის ყველაფერი დაიხურა. საგამოძიებო მიმართულება. საგამოძიებო მიმართულება არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ისინი მუშაობენ. ხო, იცი როგორ არის მან და საგამოძიებო ჟურნალისტიკა სჭირდება დრო იმისთვის, რომ მოამზადოს თქვა ერთი პროექტი. გუნდი, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ნუ აი წელიწადში 2-3 პროექტს თქვა აკეთებს და ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ამას გამოძიებას დრო სჭირდება ნამდვილად რა, მაგრამ საზოგადოებრივ ჩვენს არხზე აქ ყოველკვირეულია საგამოძიებო ჟურნალისტიკი. როცა გინდა რომ იყოს ყოველკვირეული, შეძლებ რომ 5 გუნდი აიყვანო, აუთსორსზე გაიტანო და შეისყიდო ეს პროექტები, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს იმაზე უკეთესის გაკეთება ვერაფრის ვერ შეუძლია, ვიდრე არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც არის ფაქტიური კონტროლი ყველაფრის. კონტროლში რას გულისხმობ? რომ ყველა კარგმა მთავრობამ იცოდეს, რომ ჩვენ მათ უყურებთ, იმიტომ რომ watchdog-ები ვართ და ცუდმა მთავრობამ იცოდეს, რომ ჩვენ ამას ვაკონტროლებთ, ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ყველაფერი ვიცით, რაც ხდება. ეს რომ არ არსებობდეს, სახელმწიფო ვერ შედგება, ეს არის დემოკრატიული წყობილების ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მთავარი დედაბოძი. აუცილებელია უბრალოდ. ამის გარეშე ვერ ვიარსებებთ. მე ადამიანებს, რომლებსაც აძულებენ ჟურნალისტებს, მინდა უბრალოდ პირდაპირ მივმართო და უთხრა, რომ ყველა თქვენ გასაჭირზე იცოდეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც მოვა, იქნება ჟურნალისტი. მას შეიძლება შეურაცხყოფაც მიაყენონ, ის შეიძლება ცემონკიდევაც აგერ აი ამ არხზე, მაკაჩიხლაძეს რაც გაუკეთეს. ნუ საერთოდ რაზეა ხალხო ლაპარაკი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეუპოვრათ ეს ადამიანი ყოველ შაბათს ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, სად ცხოვრობთ ჩვენ და რატომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ხო, აი მაგ გუნდს გულისხმობს ზუსტად საგამოძიებო, რომელიც ყოველკვირეულია და საკმაოდ წარმატებული. ნინო, აი ამ გდახურულ გადაცემებზე თუ მოყვა აი ამას შიდა პროტესტი და შენ რა გააკეთე მაშინ? ძალიან მაგარი გოგო ხარ, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ესე შეგიძლია. ისთვის არის მეგობარი, რომ რაც მაწუხებს ის გაუზიარო. არავის არ ეწყინოს, მე ეს უნდა მეთქვა. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. ნინო, აი ამ გდახურულ გადაცემებზე თუ მოყვა აი ამას შიდა პროტესტი და შენ რა გააკეთე მაშინ? როგორც კი ადამიანების გაშვებაზე იწყებოდა ლაპარაკი, როგორც წესი ვთავდი იურისტს და როგორც წესი ან სასამართლოში მივდიოდით, ან შევდიოდით და ხვდებოდით დირექტორებს და ვეუბნებოდით, რომ ხალხო, არ შეიძლება ამ ადამიანების გაშვება. Facebook-ზე დაწერას და ახლა ამათ გულშემატკივრობაზე, ამაზე ლაპარაკიც არ არის, ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ ისე წავიდა ტელევიზიიდან, რომ ნინო ზაუტაშვილს ამაზე რეაქცია საერთოდ არ მიუწია. ესეთი ადამიანი არ არსებობს ბუნებაში. ერთადერთი შეიძლება მე ყოველთვის ვთქვა, რომ დავაკელი ყურადღება, როდესაც ეკა მიშველაძე წავიდა ტელევიზიიდან და როდესაც ეკა კვესიტაძე წავიდა ტელევიზიიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ამაზე მე ხელებაწეული ვაღიარებ, რომ მე ეს არ გავაკეთე მაშინ. იმ დოზით, რა დოზითაც იყო საჭირო. იმიტომ რომ თუ მაშინ არ გააკეთე რატო? აი როგორ გითხრა, იყო პერიოდი, როცა შეიცვალა ეს ფორმატ, მთავრობები შეიცვალა და ჩვენ ყველანი ვიყავით ახლა ძალიან დიდი პროპაგანდისტული რაღაც აგრესიის ქვეშ, რომ ხო ხვდები, არის ჟურნალისტიკა და არის კიდევ როგორ გითხრა, ყველაფერი აბსოლუტურად, მთელი სახელმწიფო მანქანა, როცა კონკრეტული ჟურნალისტის წინააღმდეგ მუშაობს. ამ შემთხვევაში მოხდა ეკას შემთხვევა იყო მიშველაძის ზუსტად ეს, რომ აი უცებ ჩათვალეს, რომ რადგან ეკა იყო, ვთქვათ, იმ ადამიანის მეუღლე, რომელიც უკვე ცოტა მიუღებელი იყო ხელისუფლებისთვის, ამიტომ მათ ჩათვალეს, რომ საშიშროება ეკას იქ ყოფნის იყო და მოხდა ისე, რომ ადამიანს დაპირდნენ, რომ აი ხედა გაიხსნება გადაცემა, ეხლა გაიხსნება, ბოლოს რომ ნახე ეკა იანვარში ვიწყებთ რაღაცა და მოხდა ისე, რომ იანვარში გაუშვეს ადამიანი საერთოდ. აი ეს იყო ძალიან, მე სხვათა შორის სულ ვამბობ, რომ
ეთყობა მაგწოდებებმაც მიწია, რომ მაშინ მთელი ყურადღება არ მივაქციე მაგ ამბავს. არის ეგ მომენტი, კი. ასე რომ რაღაცები ბრუნდება და ეს უნდა ვიცოდეთ ადამიანებმა, მაგრამ ამიტომ ვეუბნები, როცა სხვასაც ვეუბნები, რომ შენ თუ სხვაზე რეაქციას არ მისცემ, ხვალ შენზეც არ მისცემ რეაქციას, ეს გარდაუვალი პროცესია, იმიტომ რომ როდესაც არის მაკეთკენ მომართული ყველა მთავრობა ალბათ სამწუხაროდ ძალიან მაგარი გოგო ხარო საკუთარი შეცდომის აღიარება ესე შეგიძლია რა. ძალიან მაწუხებდა ეს მაშინვე მინდა გითხრა, მაშინვე მაწუხებდა რომ გრძნობდი უხერხულობას და გრძნობდი რომ არ ვიქცნებოდი სწორად. არა, საერთოდ ვიძახი, ეგეთი ხარ. სხვადასხვა იცი რას ვფიქრობ? აი რაღაცა სიტუაცია რო შეიცვალოს, ახლა ის ადამიანები, რომლებიც საშინელ რაღაცებს წერენ ჩემზე, მე ჩვენ ტელევიზიის თანამშრომლებს გულისხმობ, ახლანდელს, დესანტს ვეძახი, GDS-ის დესანტს. აი ხა ეს ადამიანები, რომლებიც ამას წერენ, ასე იქცევიან და ასეთი ეთერები აქვთ, სადაც სრულ იგნორს უკეთებენ ადამიანებს. ესენი თუ წავიდნენ, როდესმე ტელევიზიიდან შევძლებ კი მე ვიყო ლოიალური მათ მიმართ და შევძლებ კი მე დაუჭირო მათ მხარი და ვთქვა რომ არა, თუმცა ერთ რაღაცას ნამდვილად გეტყვი. მათი დამცველი რო გახდე. აი არ ვიცი მათი დამცველი გავხდები თუ არა, ერთადერთი რაც ვიცი ის რომ ადამიანი რო საშ დაადებს ტურნიკეტზე და საშვი არ იმუშავებს, აი ამას მე უბრალოდ არავის არ გაუკეთებდი არასოდეს. იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ შენ ფაშისტისგან უბრალოდ არ გასხვავდები, იმიტომ რომ ეფექტი ამ ყველაფრის ზუსტად ისეთივე შეიძლება იყოს. შენ ადამიანს აბსოლუტურად შენ ადამიანს გული გაუხეთქო, უბრალოდ გული გაუხეთქო. და შენ თუ ამის მერე შეგიძლია წახვიდე წყნარად და სახლში წყნარად გადატრიალდე და დაიძინო, ნუ მაშინ შენ ხარ ფაშისტი. ხარ ფაშისტი. აი, არავის არ ეწყინოს, მე ეს უნდა მეთქვა. იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება გააკეთო. ადამიანიც გაუშვა სამსახურიდან. ფორმას გააჩნია, რა თქმა უნდა. ყოველთვის. იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ შენ არ აგაქვს კულტურა. შენ ხარ ბოლშევიკი, რომელსაც შეეძლო სხვის სახში შევარდნა, ხალხის გამოყრა და თვითონ წამოწოლა, დაბინავება და ტახტზე წამოწოლა. აი ეს არის ჩემი აზრი. ხშირად მომისმენია და ამა მეკითხავს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ბრაზი თუ გულისწყვეტა რომ უსამართლოდ ამონაცებენ და მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ სარედაქციო პოლიტიკის. აი როგორ ფიქრობ ამ ადამიანებს ჯერათ იმის რასაც აკეთებენ თუ ასეა საჭირო და იმიტომ ასეა საჭირო და იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანები რომლებიც სხვა დროში სხვა რამეს აკეთებდნენ ზუსტად იგივე შემართებით იმიტომ რომ მაშინ ის იყო საჭირო ეს მე მახსოვს ეს ადამიანები ჩემთან ერთად მუშაობდნენ ეკა ეს ხო არ არის რომ მე 2 წლის წინ ნახე და გავიცანე ეს ხალხი მე ისეთი რაღაცები შემიძლია მოვყვე რასაც მე ჩემი თვალით უყურებდი და მაშინაც მიკვირდა რომ მე მესმის რომ თავრობის რომელიღაცა წევრი გიყვარდეს გულით და მის მიმართ კონდეს დიდი სიმპათიები და თქვიდა რომ ეს არის უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე მაგრამ იგივე წარმატებით რომ სრულიად სხვა ადამიანზე და სრულიად სხვა პოლიტიკურ პერსონაჟზე შეგიძლია მერე რაღაცა პერიოდის მერე ზუსტად იგივე ტექსტით ილაპარაკო ესე იგი შენ გიყვარს ვინც თავრობაშია ის და არა პოლიტიკოსი კონკრეტულად. დროს მორგებული. რა თქმა უნდა. და როდესაც შენ შეგიძლია იმუშაო ვიღაცაზე. ეს არ არის მუშაობა საზოგადოებისთვის, ეს სხვადასხვა მცნებებია. საზოგადოებისთვის მუშაობა არის, როცა შენი ამოსავალი წერტილი არის ხალხი, საზოგადოება. და როცა შენ კონკრეტულ მთავრობაზე მუშაობ, შეიძლება ეს ჩანს ძალიან და ამას ადამიანები ძალიან კარგად არჩევენ. ისევე როგორც, ახლა ამორჩევლის რაღაცა ნაწილი გულწრფელად აძლევს ხმას ვიღაცას, რაღაცა ნაწილს რაღაც გამორჩენა. ესე ანგარებით და ესე თავისთავად ცხადია. ნინო, აი ფიქრობ რომ შეიძლება დირექტორის რანგში დაბრუნდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ოდესმე. მე ზუსტად ვიცი რომ ვიქნებოდი კარგი დირექტორი. არც მგონია რომ ამას შეიძლება რაღაცა იყოს დასამალი. გინდა რომ იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელი ზუსტად. მე მივცემდი იმ ადამიანებს საშუალებას რომ მაქსიმალურად აი ყველა აბსოლუტურად ყველა. აი მე ზუსტად ვიცი რასაც გავაკეთებდი. ზუსტად. და ამიტომ მე საერთოდ იცი რა არის ხა ზოგიერთისგან გამიგია რომ დირექტორობა უნდა ნინო ზაუტაშვილს ძალიან დიდი ბოდიში და მე რასაც უყურე
ადამიანები, რომლებიც ჩემი არსებობის, იქ არსებობის პერიოდში მიდიოდნენ, მოდიოდნენ, დირექტორები ხდებოდნენ, მოადგილეები ხდებოდნენ, აბსოლუტურად არ მგონია, რომ ვინმეზე ნაკლებ შევძლებდი თუ მეც არა. მე რატომაც არა, მაგაშია. კი ბატონო, დღეს მით უმეტეს როცა მე გამომიშვეს ტელევიზიიდან და მე როდესაც ყოფილი ჟურნალისტად მოიხსენიები, ხო? აქვე მინდა ვთქვა, რომ კი და თქვენთვის უკეთესი იქნებოდა ეს. მე არაფერი არა მაგ დასამალი. თუ იქნებოდა ზაუდაშვილი დირექტორი, მხოლოდ უკეთესი იქნებოდა ეს ტელევიზიისთვის. ვისაც ეს არ ესმის, ნუ ესმის, ვისაც ეს ესმის, დიდი მადლობა ყველას. აი ეს შემიძლია ვთქვა. გაბრაზებული ხარ თუ ნაწყენი? გაბრაზებული და ნაწყენი? არა, ნაწყენი. შეურაცხყოფილი ვარ, რა თქმა უნდა შეურაცხყოფილი ვარ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვის გააჩნია როგორი ფორმით აკეთებ რაღაცას. მე როცა მითხეს რომ თქვენ დაიწყეთ კონფლიქტიო, მე იქვე მიუტრიალე, რომ არა, თქვენ დაიწყეთ მე ვთქარ, იმიტომ რომ მომატყუეთ. როდესაც მე ადამიანი მატყუებს, მე აბსოლუტურად მე მეხსნება ყველა კომპლექსი და მივდივარ ბოლომდე, იმიტომ რომ შენ თუ მე მომატყუებ და ეხლა არ მეტყვი რომ ნინო, აი ესეთი სიტუაცია, გეხვეწები რა, ცოტა ხანი რაღაცნაირად უნდა შევარბილოთ პოლიტიკა, ვთქვათ, თუნდაც ესე თქვა ადამიანს. შეიძლება მე თვითონ დამეწერა განცხადება, მე ეს არ შემიძლია და გავცლოდი, აბსოლუტურად გავცლოდი სიტუაციას. ოღონდ გულწრფელი უნდა იყოს ჩემთან და გულახდილი. თუ იწყებ თამაშს, ამ შემთხვევაში ეკა ძალიან დიდი ბოდიში ვერაფრით. მაშინ მე ხდები აი ესეთი როგორიც ხდები და ვამბობ რომ არა გენაცვალე. ეს არ გამოვა, უბრალოდ არ გამოვა. შეხარ ნიჭიერი, სამართლიანი, გულისხმიერი, მებრძოლი. რა კარგია რომ გამაგდეს, იცი? იმიტომ რომ აი ეს დღეები სულ მესმის ესეთი ტექსტი და მიხარია. ხარ. ხო, ამას ხო ყველა ყოველთვის არ გეუბნება. მე 100 წელია. ვიცი. და ჩემი შეკითხვაა, საიდან მოიყარა ამ ყველაფერმა შენში ერთ ადამიანში თავი? რა ვიცი, აბა ეხა ძალიან უხერხულია ჩემგან ამ ყველაფერზე ლაპარაკი, მართლა გეუბნები, გულწრფელად გეუბნები. რა ვიცი, ალბათ უფრო მამასგან. ალბათ უფრო მამასგან, იმიტომ რომ ой მამა საოცარი ადამიანია. ой მე როგორი მამა მყავდა, ღმერთო, საოცარი ადამიანი. თან გავარ ისედაც გარეგნულადაც და ისედაც გავარ ხასიათით და აი ჩვენ ძალიან ბევრი რამ მქონდა საერთო, ძალიან ბევრს ლაპარაკობდი, ძალიან ბევრი მაგალითი იყო ჩემთვის მამას აქციელი კონკრეტულ მომენტებში და ეს ყველაფერი მაგ ჩაბეჭდილი თავში. აი აბსოლუტურად აღვიქვა მამას ჩემს რაღაცნაირად, აი მე აღვიქვამ ჩემ თავს მამას გამეორებად. მიდგომა როგორი ქონდა შენთან? აი როგორი ძალიან ხან კაცრი, როცა ეს სიმკაცრე იყო თქვა საჭირო და ძალიან ბევრს ლაპარაკობდით ჩვენ და ძალიან ბევრ რაღაცაზე ქონდა ან საერთო აზრი, ან თუ იყოფოდა აზრი, ყოველთვის იყო ახსნილი ამ აზრის გაყოფის მნიშვნელობა რატომ იყო ეს ვთქვათ მისი თვალთახედვით ასე და მე რატო ვფიქრობდი ეს. თუმცა აუცილებლად იყო დასაბუთებული. არასოდეს არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში. არა დამორჩა. აბაბა, არასოდეს. ხო. არასოდეს და მშვენივრად იცოდა ჩემი ხასიათიც და რაღაც აი ეს რაღაცნაირი ერთობლიობა იყო ამისი და დედა საშინელი მკაცრი იყო, მიუხედავად იმისა რომ არ ტოვებდა ეს დაბეჭდილებას და სულ ესა და თქვენი ჭირი მე თქვენ გენაცვალ. სასწაულად მკაცრი ქალი იყო. ეს ალბათ რაღაცა შეთანხმებული ბალანსი იყო, ხო? სტრატეგია აღზრდის. ალბათ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანი აი რაღაცა დნმ-ში რაც გიდევს, აი ის ხარ, არ არსებობს რა. შენ ციცო როგორი დედა ხარ? მე დედაც ვარ და მამაც, მე სულ მაგას ვამბობ, მე არა ვარ მარტო დედა, იმიტომ რომ რაღაცაირად ესე შევითავსე, ხო, იმიტომ რომ ნუ ხა ორი ბიჭის გაზდა არ არის ადვილი ამბავი, მით უმეტეს 90-იანების ბიჭის, ჩართული ვიყავი აბსოლუტურად ეზო, ქუჩა, კონტროლი, ყველაფერი. ნუ აი ძალიან, მოკლედ მე ვიყავი ხან დედა, ხან მამა, როგორც რა იყო საჭირო ისე. ეხლა ალბათ მეგობრობთ, ხო? ძალიან. და როგორ შეხვდნენ თვითონ აი ამ მოვლენებს შენს სადამსჯელო ოპერაციას? იცი რა, ჩემი შვილები ყველაფერს არიან მიჩვეულები ჩემ ხელში, იმიტომ რომ იციან რომ მე იმ ახალგაზრდებს
საზმაუს მცველებს ვერ უღალატებდი ვერც ერთ შემთხვევაში და ვთვლი რომ ეს ბავშვები თუ წავიდნენ ამ ხელა ნაბიჯზე, იქ ახლა მე ჩემ კომფორტზე ვიზრუნო, ამაზე დიდი უსინდისობა მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. მით უმეტეს, როცა ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. ამიტომ იცი რა არის, ჩემი შვილები ჩემ ხასიათთან არიან კარგად შეგუებულები და იციან მე რა ვარ და როგორი ვარ. ეს ამავე რა თქმა უნდა არც ეც არ გაეხარდა, ოღონდ ჩვენ გვაქვს აი როგორი დიალოგები, იცი რომ დედა როგორ ახარ? კარგად. თუ ვიტყვი რომ მე კარგად ვარ, მან იცის რომ მე ვებრძვი რაღაცებს შიგნით. აი ინტონაციურად ხვდებიან სად ვარ. და თუ გამიჭირდა მე ზუსტად ვიცი. ენერგეტიკების გაცვლა ხდება. თავისთავად ხადი, იმიტომ რომ მეც ვიცი, ჩემი ორგანიზმის ნაწილია ერთიც მეორეც. და ზუსტად ვიცი რომ ჩვენ ერთმანეთს აი ესეთ შეუძახებ ხოლმე შენ თავს ყველაფერი კარგად იქნება, თუ მართლა გჯერა რომ ყველაფერი კარგად. აბსოლუტურად არწმუნებული ვარ რომ კარგად იქნება. და რაც უფრო ცუდად არის ამბავი, კიდე უფრო კარგად იქნება. კარდება კარგად ყოფნა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბუნების კანონებია ხალხო. ბუნების კანონებია, ფიზიკის კანონებია, ქიმიის კანონებია, დარწმუნებული ვარ. რაც უფრო მოუჭერ, უფრო გავარდება, ესეა და რაც უფრო დაამწარებ, კიდე უფრო მეტი წინააღმდეგობა წამოვა. ამიტომ ნებისმიერ თავრობას უნდა ეყოს მოთმინებაც, გონიც, ყველაფერი აბსოლუტურად რომ რაც შეიძლება მაქსიმალური გაიღოს ადამიანებისთვის, მოусმინოს მაქსიმალურად. მე რამდენჯერ მქონია შემთხვევა, ეკა რეგიონებში როცა წავსულვართ და გადაგვიღია ადამიანები და ერთად ვსყარ ვართ და გვილაპარაკია და წამოსვლის წინ, აი რომ ამდგარ ვარ, უთქვამს გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც არც სინათლე აქვს, არც გაზი აქვს, არაფერი, მარტო ცხოვრობს სადღაც მთის კენწეროზე. ბევრი იყო ასეთი. რა ბედნიერი ვარ დღესო. აი რომ ვილაპარაკეთო ეხლა ქალბატონო ნინო, დავშვიდით, ესე მგონია ყველაფერი კარგად არის. გესმიშე? და თქვენდალოცვილო ადამიანებო თქვენ რა უდგას წინ იმას, რომ ადამიანებს მივცეთ საშუალება გამოთქვან, რაც აწუხებთ ხალხო. ის ხო ყველაზე დიდი შვებაა. ცხოვრობს დანგრეულ სახლში. გაზი არ აქვს, გზა არ აქვს, შუქი არ აქვს, არაფერი არ აქვს ადამიანს. მარტო ახშირად. აი ესე თითოეულა ჟურნალისტი თუ ავა, ვიღაცა მობილურ ტელეფონს აჩუქებს, მაგალითად გელა მთილიშვილი, სახლს აუშენებს ხისას. ამ ყველაფრის მომსწრე ხო ვართ ხალხო, ხო ვიცით, გვინახავს. და როგორც კი საუბარი თავდება, მოვდივართ და ვფიქრობ, ღმერთო, რამ მცირედი ყოფნის ადამიანს და როგორ ვერ გაძღა. ადამიანი, რომელიც ამ წუთას თქვათ, აი ყველაფრის შემძლეა, ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებია და არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ვერ ხედავს. არ ესმის და არც უნდა გაიგონოს და მოისმინოს. არ უნდა უბრალოდ. იმიტომ რომ თვითონ კარგად არის. თვითონ გაზიც აქვს, წყალიც აქვს, დენიც აქვს, ხუთი სახლი აქვს. ანუ უზრუნველყოფილია და კიდევ მეტი შანსები აქვს და აი ამ შანსებს აღარ უშვებს ხელიდან. არ არის. ესე ვერ იქნება მუდმივად. ვერა. ხალხის აზრი მოგასმენინო? უი. ხალხის? აი რას ფიქრობენ შენს? ჩემზე რას ფიქრობენ? ვინ? სრულიად უცხო ადამიანებს. საუკეთესო პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, ჩვენ გამოცდილება ქონდა ბევრი წლის წინ მასთან რეალურ სივრცეში გადაცემაში ყოფილიყავით და ჩემი სოლიდარობა მას. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. მე პირადად დადებითად ვარ გაწყობილი. სამართლიანი ქალბატონი მგონია და დაშვების ფაქტიც რა თქმა უნდა პოლიტიკურია. ნინო ზაუტაშვილის ფასი. თელი ტელევიზია რო გადაადნონ, მაინც არ იქნება და სოდვა მაგათო რა ის ისედაც ღირსეული დარჩება. სიმართლე არ უნდათ მართალი სიტყვა რა შეფასება სხვა რა არის ეს არის. ნინო ზაუტაშვილი ნამდვილი ადამიანია და ესე ну ზოგადად ვიტყოდი რომ სამართლიანობა უკეთესი იქნებოდა ყველა მხრივ. ალბათ ადამიანებს გვაქვს ისეთი შეგრძნება რომ რაღაცები უსამართლოდ ხდება და ეს ბუნებრივი მოვლენაა სამწუხაროდ, მაგრამ ვიმედოვნებდი და ვიფიქრებდი იმას რომ კარგი იქნებოდა სამართლიანად იყოს ყველაფერი. ნინო ზაუტაშვილის გადაცემებს ჩვენ ვუყურებთ უკვე წლებია, ვადევნებთ თვალს, კრიტიკული ასე ვთქვათ კრიტიკული აზროვნება, რომელსაც ჩვენ დღეს ახალგაზრდებს თხოვთ, სწორედ ამ გადაცემაში ისმის. ასე რომ, რა თქმა უნდა, გული შეგვტკივა და გულიც გვტკივა, როგორც მაყურებელს და სასურველია, რომ დღეს
მედია იყოს თავისუფალი. ზოგადად ფაქტს ვაფასებ როგორც პოლიტიკურ დევნას, ანგარიშწორებას, ვიცი მის შესახებ, მისი პიროვნების შესახებ, მისი გამოცდილების და პატივს ვცემ როგორც ჟურნალისტს. გამორჩეული პიროვნება, ძალიან პროფესიონალი, ძალიან გამოცდილი, უაღრესად. ჯერ მარტო მაგიტო ეგეთი კადრის გაშვება არასწორად მიმაჩნია, როგორც გითხარით და მეორედ რატო გაუშვეს ეგ ხო საერთოდ საოცარი რატომ? რა ვიცი, ყველამ ვიცით, რომ რაღაც გადარჩევა ხდება, რაღაცა გაუგებარი და მიუღებელი მოსაზრებების გამო. ნინო ზაუტაშვილი, როგორც ჟურნალისტი, რაც მე ვიცი, ძალიან დადებით შტაბ-შტილებას ტოვებდა ყოველთვის, მით უმეტეს ქართულ ჟურნალისტიკას თუ გადავხედავთ, მაგის ფონზე მით უმეტეს. რაც შეეხება იმას, რაც გათავისუფლებას რაც შეეხება მის ტელევიზიიდან, არ ვიცი, ეგ ჩვეულებრივი გაგრძელება იმ ყველაფრის, რაც ხდება, ჩვეულებრივი ბოლომდე ხელში ჩაგდება ყველანაირი მედია საშუალების და ჩემი აზრით ჩვენება იმ ძალის, რაც უნდა რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ბოლომდე ხალხზე დემონსტრირება მოახდინოს, რომ ბოლომდე ჩაკლას ყველანაირი მუხტი და პროტესტი, რომ აი მე ვარ და ესე იქნება. მე ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი პიროვნება და კარგი ჟურნალისტია. პირველ არხზე რო იყო თავიდან 6-4-ის ვაშლებს იმას უყურებდი ხოლმე. ხო და მე აღარ მიყურებია, მაგრამ როგორც კარგი ჟურნალისტი ვიცი და მიყვარს ეგ ადამიანი. ძალიან დამწყდა გული მაგაზესაც და ის ივანოვ ჩიქოვანიც რომ გაათავისუფლეს. პოლიტიკურია, აბა რა არის, თუ რამე საწინააღმდეგო თქვი, მაშინ ათავისუფლებენ. არ შეიძლება რამდენი ადამიანები გაათავისუფლეს საჯარო მოხელეები. რითი უნდა იარსებოს ადამიანმა, შვილო სადაც სახელმწიფოში კანონი და სამართალი არ არის, ის ქვეყანა არ არის. შემტირალაში. ხო, ეხლა იცი რა არის, უნდა წამომეღო, ხო, რას წერენ ჩემზე, არიან ადამიანები, რომ ისეთ რაღაცებს წერენ. ზოგი მაწყნარებს, რომ ეს ენტროლები არიან, ნინო, ნუ ნერვიულობ და მე რაღაცნაირად იმას ქვენ, იცი, დამშვიდი და ვიფიქრე. კაი, ხო, იყვნენ ტროლები და წერონ ჩემზე ცუდი. არა უშავს. ჯერს ყველას ვერ ეყვარები და არც არის საჭირო, რომ ყველას უყვარდე. მე რა ვიცი. რა ვიცი, ჩვენ არ შეგხვდა არავინ და. ხო, რა ვიცი, ძალიან მიხარია. რა ვიცი, ეგ უღრმესი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ აი ხლა ამ წუთას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აი თითოეული ესეთი რაღაცა დამამშვიდებელი და გულისხმიერი გამოხატვა, თქვათ, დამოკიდებულების ძალიან მნიშვნელოვანია. შინაგანი თავისუფლება საიდან მოდის, როგორ ფიქრობ? დნმ-დან. ყველაფერი დნმ-დან მოდის, აბსოლუტურად. აი, იქ არის ჩადებული. აუცილებლად რომ იბადები, იქ უკვე იწერია, რომ თავისუფლება ამდენი, ეს ამდენი, ის ამდენი. ნუ მე კი აღზდა ეს ყველაფერი, ადამიანები, ირგვლივ, სოციუმი, ყველაფერი თავისთავად ეს მოქმედებს, ოღონდ რაც არა გაქვს შიგნით, იმას ვერასოდეს ვერ გააკეთებ. ვერ გააკეთებ უბრალოდ. არ მოგცემს აი ეს საშუალებას, რომ ადამიანს უთხრა, რომ და ეხა სანამ იქ მიხვალ, საშვი მიაყოლეთ იმას, გაუქმეთ საშვი. მერე ზევიდან კიდე ის მოუხსენით, ეს მოუხსენით, თუ რაც კი რამეა, ყველაფერი ჩახსენით, მოკვდეს. აი ეს შიგნით თუ არ არის, ვერ აკეთებ ამას, გამორიცხულია. ეს იქ ეწერა იმას. ეწერა, იმას ეწერა, კი. რომ მე მზად ვარ, ყველა დავმარხო. რა არის, ან ვინ არის შენი მთავარი საყრდენი? ჩემი მთავარი საყრდენი არის პირველ რიგში ჩემი თავი. ნამდვილად ასეა. ჩემი მეგობრები ჩემი საყრდენია. ჩემი შვილები პირველ რიგში ასევე ჩემთან ერთად ჩემი საყრდენები არიან. ყველა ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც შემოუშველებია ჩემთვის სიტყვა ძიმე პერიოდებში ჩემი ცხოვრების და ეს არ იყო ცოტა. იყო ძალიან ძიმე ცხოვრების პერიოდები ჩემი და აი ყველა ის ადამიანი, ვინც მომწერა და მითხრა, რომ შენთან ვარ. აბა შენიც ყველა ადამიანი ჩემი საყრდენია. ზოგადად ადამიანები არიან ჩემი საყრდენები. შენი რეალური სივრცე დღეს როგორია? ბევრია მასში ადამიანური ტკივილი, განცდა, იმედგაცრუება.
არანაირი მეტგაცრუება არ მაქვს ეკა. იმიტომ რომ ველოდებოდი, ვიცოდი. მე ადამიანებისგან იმედი მისრულდება მაშინ როცა ადამიანი მგონია სხვა და აღმოჩნდება რომ ის საერთოდ სხვა არის. მე ზუსტად ვიცოდი 2016 წლიდან მე ვიცი რომ მოვიდა ადამიანი რომელსაც მე უნდა გამაგდოს და უნდა დაანგრიოს ეს ტელევიზია. მე ვიცოდი მე შიგნიდან ეს ნათქვამიც კი მაქვს. აი გჯერა რომ მე ვთქვი რომ მოვიდა ადამიანი რომელიც ამ ტელევიზიას დაანგრევს, სადღაც გადააგდებს და ნუ ახლა მე ზუსტად ვიცოდი რომ უნდა დამეტოვებინა ეკაურობა. როცა რაღაცას ელოდები, ეს არ განგრევს. განგრევს ის, როცა აი ცხვირში ხდება რაღაცა ტალღა, ისეთი, რომელსაც წარმოუდგენელია, რომ ეს შეიძლება მოხდეს მით უმეტეს თუ არის ადამიანი, რომელსგანაც საერთოდ არ ელოდები. ეს შემთხვევა არ იყო. კარგად როცა იცნობ ადამიანს და ზუსტად გათვლილი მისი შესაძლებლობები და რისი გამკეთებელია და რისი არა, ტკივილიც ნაკლებია დამიჯერე რა. აი რო იცი რომ ამას გააკეთებს, რო იცი რომ ის კი არა რომ მე გამაგდებს, აი ზოგადად რომ შეუძლია ესეთი იყოს უკვე რა. აი მოგიგონოს სიბინძურე და ეს სიბინძურე მე სხვასაც უთხრას რომ მიდი შეც თქვი ახლა ამაზე, მე ახლა მეც ვიტყვი იმაზე და მოდი ახლა ეს მოუჭიროთ და დავახჯოთ. ბებია თქვენისა, ვერაფერსაც ვერ დავახჯობ. მე ვარ სამდე მართალი და მე დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ეს მოხდება სასამართლოში აუცილებლად. არა მოჭრათ ეს ბებია თქვენისა, ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. უნდა იცოდნე. დღევანდელი რეალობა შენთვის გამოწვევაა თუ მოცემულობა? გამოწვევაა. გამოწვევაა, თან ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე ხლა მაინტერესებს როგორ შევძლებ ახალგაზრდა თაობასთან კოლაბორაციას, იმიტომ რომ მე ამ ადამიანებთან შევძელი ფანტასტიურად ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათ გამზარდეს თავიდან, მასწავლეს უამრავი რამ. ის კი არა რომ მე ვასწავლე, პირიქით მასწავლეს აქეთ ყველაფერი. ეხლა მე მინდა ეს კიდევ უფრო გავაძლიერო და ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან ერთად რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იდეა მაქვს და მინდა ეს იდეა კარგად განვახორციელო. ძალიან კარგად. მე მინდა რომ აი ეს კვალი დავტოვო იმ თაობაშიც, რომელიც შემდეგ აი ამ საქმეებს განავითარებს, წაიყვანს წინ და რეალურ საზოგადოებრივ მაუწყებელს გააკეთებს. ეს მოხდება საქართველოში. ეს ჩემთან ერთად მოხდება თუ უჩემოთ, ეს მოხდება. ანუ შენი რეალური სივრცე დღეს არის ამ ახალ თაობაში. აუცილებლად. მე მათთან მეტი მაქვს საერთო ვიდრე ჩემ თაობასთან. ვიდრე ჩემს წინა თაობას სამწუხარო და აი ესე ჩამოყალიბდა რომ მე ამათან გაცილებით მეტი საერთო მაქვს და ეს თვითონ გამომდეს კაუჭი მე არ მიჩალიჩე გეფიცები თვითონ გამომდეს კაუჭი იმიტომ რომ დაინახეს რომ მე ვარ ტიპი რომელიც მივყვები მე მომწონს ეს გამოწვევები და მე სიახლეები მიყვარს აი მაგ გამოწვევაზე მინდა ახლა გითხო თავის დროზე შენთვის ესეთივე გამოწვევა იყო თეატრიდან წასვლა ტელევიზია ურამწარე იყო მაშინ რატომ გაცვალე თეატრი ტელევიზიას იცი რა იყო ეკა ვერ მომნახე იმ წუთას ადგილი თეატრში ვერ მომნახე ადგილი მე სადაც ვარ უნდა ვიყო მოძრაობაში და ხო არ ვიყავი მოძრაობაში არ ვიყავი აქტიურად ამიტომ ეს ყველაფერი დავთმე და წავედი იქიდანაც გამომიშვეს თუმცა მეც დავთმე რაღაცა ძალიან უმტკივნეულესი იყო ეს ჩემთვის მაშინ იმიტომ რომ ნებისმიერი დამწყები მსახიობი ფიქრობს რომ ის არის ვარსკვლავი და როგორც კი მივხვდი რომ არა ვარ ვარსკვლავი და საერთოდ რა მინდა აქ სადაც მე არა ვარ მოძრაობაში და არ ვარ აქტიურად ну მოხდა ის რაც მოხდა და მე წავედი უკვე ტელევიზიაში აი ამ პროცესებმა მეგობრები ამ ბრძოლამ შეგძინა თუ დაგაკარგვინა უფრო მეტი სამწუხაროდ დამაკარგინა საბედნიეროდ შემძინა იმიტომ რომ იცი რა არის ახლა მე მაგათაც გოგოები სულ მეუბნებიან რომ ნუ ილაპარაკებ კაცო ნუ რაფერ ისეთ თემაზე უბრალოდ შევიკრიბოთ რა უბრალოდ შევიკრიბოთ რას ნიშნავს დავლიეთ ყავა კი ბატონო უიმე რა кай საყურე გიკეთია კი ბატონო რა кай გაბაგაცვია კი ბატონო როგორც ერთი კვირა ვაშლის მურაბა ის გამპოტი გავი მე ხო რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ და რაც გვაწუხებს იმაზე უნდა ვილაპარაკოთ რისთვის არის მეგობარი რომ რაც მაწუხებს ის გაუზიარო და როცა ეს გაზიარება არ ხდება და როცა ის ადამიანი ამას არ იღებს და საერთოდ არ თulis რომ ამაზე ნერვიულობა საერთოდ ღირს ვეღარ იცი რა კი ჩავთვლი კაი ბატონო ჩავთვლი მაგრამ საერთო აღარაფერი გვექნება და საერთო თუ არა მაგ ადამიანთან ნუ ის უბრალოდ ხა ნუ გამორიცხულია რანაირად შეიძლება ეს ერქოს მეგობარი ჩემთვის ასეა რომ მე როცა ჩემ მეგობარს უჭერს ვხვდები გიჟი და თუ მე რომ მეგობრად ვთვლი ის ადამიანი
მე რო ცუდად ვარ, გადატრიალდება და დაიძინებს, სიტყვაზე ვამბობ. ხო, ხო. რანაირი მეგობარია. აი ამდენი სირთულის და ბრძოლის შემდეგ არასოდეს გინანია პროფესიული არჩევანი. უი, მე ხანდახან კი ეგა. ხანდახან კი მიფიქრია, იცი რა არის, მე ვარ ადამიანი, ძალიან ცნობის მოყვარე, ზედმეტადაც კი. ძალიან ცნობის მოყვარე ადამიანი ვარ და ძალიან ბევრი პროფესიის მიმართ მაქვს აი როგორი ინტერესი იცი გიждები. ვიქნებოდი სიამოვნებით ძალიან მაგარი იურისტი, ჩავდებდი მთელ ჩემ ენერგიას და ყველაფერს გონს ამაში. ვიქნებოდი მაგარი ექიმი ძალიან მაგარი ექიმი ვიქნებოდი, აი ესეთი ვიქნებოდი. ოღონდ გავიდა ეს პერიოდი უკვე. ეხლა ის ამასაკში უკვე მე არ ვიცი რა შეიძლება დავიწყო. მე ყველგან მოვძებნი მაინც საშუალებას იმისთვის, რომ რაღაცა ადამიანებისთვის გავაკეთო. აუცილებლად, იმიტომ რომ მე ჯერჯერობით არ გამნელებია ადამიანების მიმართ არ სიყვარული, არც გულის დაწყვეტის გამო ამომიგდია ვინმე გულიდან გამორიცხულია. დაივიწყონ. სხვათა შორის იმ მოკვლევის მერე რომელიც ჩაატარეს სამარცხვინო, როცა მკითხეს რომ როგორ წარმოგიდგენიათ შემდგომი ურთიერთობა, იმ თვთას ვეუთხარი. თქვენი ჭირიმე, არსებობს ენა, არსებობს სიტყვა, როგორ შეიძლება ნებისმიერი ურთიერთობის მოტრიალება შეიძლება და ნებისმიერი რაღაცის დაწყება თავიდან. ოღონდ აქ საჭიროა ნება. ოღონდ აქ საჭიროა აუცილებლად იმის განცდა, რომ ჩვენ ადამიანები ვართ, რომელსაც გვეშლება კიდევაც რაღაცეები და კარგი რაღაცეებიც გაგვიკეთებია ბევრი. ამიტომ შევაჯეროთ ეს ყველაფერი და ვილაპარაკოთ. ომები თავდება მოლაპარაკებით. ომები ხალხო. ოღონდ ეგ ნება ორმხრივი უნდა იყოს. თავისთავად ცხადია. შვილიშვილებისთვის მოსაყოლი მთავარი ამბავი რა გამოდის? აი მე ძალიან დიდი ბედნიერება ეს ადამიანები ჩემ ცხოვრებაში. თავი სათქმელი მექნება ის, რომ არასოდეს არ უნდა შეშინდნენ. არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც თუ იქნება საშიში სიტუაცია. უნდა იყვნენ თავისუფალი ადამიანები და კიდე იმას ვეტყვი, რომ მე რაც შევძელი გავაკეთე და რაც შემეძლება კიდე გავაკეთებ მათთვის, რომ მათი ცხოვრონ იმ ქვეყანაში, რომელშიც აი მე მინდა, რომ იცხოვროს ყველა ქართველმა ახალგაზრდამ ბავშვმა. კი ბატონო, წავიდნენ ისწავლონ სადაც უნდათ, ოღონდ ეს მთელი სიკეთე მე დაუბრუნდეს ამ ქვეყანას. ეს იქნებოდა 64, იმიტომ რომ მე ყველა საშუალებაა მაგის. თავისთავად მე ეკა მე რო უყურებ ახლა ყველას თქვენ შვილებს, ჩვენ შვილებს, ადამიანებს, ვინ ჩემი ირგვლივ ტრიალებს, აი ამ წრეს არაჩვეულებრივი ადამიანებისას აი სულ მინდა ეს მაკლია სულ რომ დაბრუნდეს ეს ენერგია უკან, რომ ეს ყველაფერი დაალაგდეს და იყოს კარგი. იმიტომ რომ მე ხშირად როცა სოფლებში ჩავდიოდი და ვიღებდი სხვადასხვა თემაზე ადამიანებს და განსაკუთრებით პატარებს. საკმარისი იყო კლასის კარი შემეღო და შევსულიყავი. ერთი თვალის გადავლებით მე ვხვდებოდი, რომელი ბავშვის დედა ემიგრაციაში და რომელი ბავშვის დედა ადგილზე. ერთი თვალი შეხედვით ამას შეამჩნევ. არ არსებობს ეგა. შედიხარ თუ არა იმ წუთას, გადახედავ და აი უზარმაზარი სევდა ბავშვის თვალებში. და ეს როგორი კარგი ჩაცმულიც არ უნდა იყოს, როგორი კარგი ტელეფონიც არ უნდა იყოს, რომელიც პრინციპში ეჭიროს ხელში, იმიტომ რომ ეს კომპენსაცია იმისთვის, რომ დედა ადგილზე ვერ არის, ამ ბავშვის თვალებში არის ის, რაც არის აი დამთრგუნველი, შემაძრწუნებელი და მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დღეს ჩვენ ჩავთვალოთ შემდგარ აყვავებული ეკონომიკის ქვეყანად ის ქვეყანა, სადაც ამდენი ბავშვის მშობელი უბრალოდ იძულებულია დატოვოს ქვეყანა და წავიდეს და ეს ბავშვები გაიზარდნონ მშობლების გარეშე, რაც არის უზარმაზარი დარტყმა ბავშვებისთვის. როგორი პირობებიც არ უნდა შექმნან იმ მშობლებმა ბავშვისთვის. ისინი ღვამისთვის მიდიან, რომ არაფერი მოაკლონ შვილებს ამასობაში, აკლდებათ ყველაზე მთავარი. და გამოსავალიც არ არის. გამოსავალი იქნება ბრძოლას, რომელიც ღმერთმა დაგვიფაროს ეკა, რომ ბრძოლას გამოსავალი არ ქონდეს. ესეთი რაღაც არ არსებობს. იცი რატო არ არსებობს? იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიჯდეთ და ველოდოთ. მე ეს ვერ წარმომიდგენია. უკეთესობისკენ, როცა გინდა რომ რაღაცა დაიძრას, ამაში შენი ენერგიის მონაწილეობა არის აუცილებელი. ვერაფრით ვერ მოხდება ისე, რომ შენ გადაიდო ფეხი ფეხზე, დალიო ყავა, უყურო კარგ ფილმს, ეს ხანდახან უნდა გავაკეთო, აუცილებელია, სულიერი საზრდოა, გავიგე, მაგრამ
იმ სიტუაციაში, როცა ამ ყველაფერს ჭირდება ენერგიული შეცვლა რას იცი, სიტუაციას ჭირდება შეცვლა, რომ ადამიანებმა სამართლიანი სასამართლო მოიპოვონ კარგი განათლება, მოიპოვონ ის, რომ ბავშვებს არ შეიოდეთ სკოლებში მართლა და დადიოდნენ და სწავლობდნენ და ამ ადამიანებს მერე მომავალი ქონდეთ საკუთარ ქვეყანაში. და ამას ჯდომიარ მდგომარეობაში ვერ გააკეთებ. ამას ჭირდება მოძრაობა. და ეს ილია ჭავჭავაძემ, აი ყველაზე ახლოს თერგის და კი ბატონო, აქედან მოყოლებული კი არ არის, ეს კიდე უფრო ადრეც არის ნათქვამი. პრობლემა. კი ბატონო, უნდა ვიმოძრაოთ. გაჩერება ეს არის სიკვდილი. ნამდვილად სიკვდილია გაჩერება. ამიტომ მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. ბოლო შეკითხვა. და დაგანებებ თავს. შენი ცხოვრების მთავარი ამბავი. ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი. ჩემი ცხოვრების. ძალიან ბანალური თუ ვიქნები, ვიტყვი რომ შვილები და შვილიშვილები. მაგრამ ძალიან ორიგინალური ვიქნები თუ ვიტყვი რეალური სივრცე. იცი რატო? იმიტომ რომ იქ რასაც ვაკეთებ ამათვისაც და სხვებისთვისაც. და ამიტომ ჩემს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა მე შემიძლია გაცილებით უფრო ფართოდ გავშალო ეს ენერგია, რომელიც მადლობა ღმერთს ჯერჯერობით კიდევ მაქვს. და ღმერთმა მოგცეს. მადლობთ. და ღმერთმა გაგიმართლოს ყველაფერში. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და კიდევ დიდხანს გისურვებ რომ გიყუროს მაყურებელმა და გისმინდეს. ეკა რაც მთავარია. კარგად უნდა ვიყოთ, აუცილებლად. და ეს უნდა მომინდომოთ. თუ მომინდომოთ, ვიქნებით კარგად. აი ამ კეთილ ნოტაზე გემშვიდობებით. ეს იყო გადაცემა პირველი სტუდია, ჩემი გადაცემის სტუმარი კი იყო ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. ჩემთვის ზაუტა. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით. გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად.